მე-15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრები თბილისში დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 ქართველი გმირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. გარდაცვლილთა ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას უხდით მათ ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის. ვიზიარებთ მათ კივილს და ვამბობთ, რომ ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს. მე თავი მინდა დავუხარო ამ ბიჭების გმირობას, ამ ვაჟკაცების გმირობას. მადლობა უთხრა მათ მშობლებს, მათ ნათესაებს, შვილებს. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ბიჭების მხრეზე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი. მე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭების სახელი არ უნდა დაიკარგოს და არ დაიკარგება. ჩემი ძმა ოქროპირ მაცაბერიძე ცხოვრები გუდაუთაში. დაიღუპა როგორც გმირი. დიდი მადლობა მთავრობას ასეთი ამაგისთვის და ასეთი პატივცემისთვის და დაფასებისთვის. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი ჩვენთვის და ამავდროულად არის ის სიხარულის გრძნობაც, რასაც ველოდებოდით ამდენი წლის განმავლობაში. პატივს მივაგებთ ღირსეულ ჩვენ ვაჟკაცებს, რომელმაც ღირსეულად შესწირეს თავი ჩვენ სამშობლოს და ჩვენ ქვეყანას. მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა. ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შეძლეს ყველაფერი, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყო. გვეღირსა, რომ მივაგოთ პატივი ღირსეულ ვაჟკაცებს. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამარხები გაიხსნა გუმისთაში, კოჩარაში, ვარჩეში, ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები კი ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ-ის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ დრომდე ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად უკვე იდენტიფიცირებული იყო 53 მებრძოლის ნეშტი. უკვე 60-მდე ავიდა იდენტიფიცირებული მეომრების ნეშტების რაოდენობა და კიდევ დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი უკვე არის ექსჰუმირებული და რომელთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მთლიანობაში პროცესი გრძელდება, რაშიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს საერთაშორისო წითელ ჯვარს და განსაკუთრებული მადლიერება მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო აფხაზური მხარის მიმართ, რომელიც ძალიან დიდი გულის ტკივილით ეკიდება ჩვენს ტკივილს და ჩვენი მშობლების ტკივილს. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი პროცესია, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს გაცილებით ითხოვს უგზო-უკლოდ დაკარგული. წითელი ჯვრის მონაწილეობით 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრების გადმოსვენება ხდება აფხაზეთიდან. მე როგორც წითელი ჯვრის წარმომადგენელი დღეს ჩემი აქ ყოფნით პატივს მივაგებ დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ჩვენ 2010 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ და აფხაზურ მხარეებთან, რათა მოხდეს ცხედრების გადმოსვენება. ვაგრძელებთ კვლევებს აფხაზეთის ომის დროს დაღუპული ადამიანების ძიების საკითხში. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. ეს კი იმ გმირების სახელები და გვარებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირნენ და რომელთა სახელები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ჭიჭიკო დადვანი, რამაზ ლორთქიფანიძე, ნოდარ ხარაიშვილი, ამირან რეხვიაშვილი, ფრიდონ მაისურაძე, მალხაზ მაისურაძე, თეიმურაზ გოგრიჭიანი, ოქროპირ მაცაბერიძე, ირაკლი ჩალაძე, რევაზ რეხვიაშვილი, სურაბ რეხვიაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ტარიელ მეტრეველი, ოთარ გოგოხია, ალბერტ მურადოვი, ტარიელ აბულაძე.